დღესდღეობით სუპერმარკეტებში უამრავი სახის რძე მოიპოვება, რომლებიც ხშირად სხვადასხვა თხილებისა და თესლების გაფილტვრით მზადდება. თუმცა ჩვეულებრივი რძე, ანუ ის, რასაც ზოგიერთები ძველმოდურ რძეს უწოდებენ, არც მეტი არც ნაკლები გაფილტრული ძროხის სისხლია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს უცნაურად ჟღერდეს, ყველა ძუძუმწოვრის რძე სინამდვილეში სისხლისგან მზადდება, რადგან სისხლში უამრავი საკვები ნივთიერებაა, რომლებიც აუცილებელია ბავშვის სწორი განვითარებისთვის, მაგალითად შაქარი, ცხიმი და ცილა, კომპლექსური ტვინისა და სხეულის სხვა ნაწილების ასაშენებლად. მაგრამ ძუძუმწოვარდედებს არ შეუძლიათ უბრალოდ არტერია გახსნან, ეს ძალიან საშიში იქნებოდა. გარდა ამისა, სისხლში სასარგებლო საკვები ნივთიერებების უმეტესობა ზედმეტად განზავებულია და ძალიან ბევრი რკინაა ჩულების უმეტესობამ, რომ ის დაამუშავოს. აქ საქმეში სარძევე ჯირკვალი ერთვება. ის სავსეა ათასობით პატაწინა ტომრით, რომელთა კედლებს სპეციალური უჯრედები აქვთ, რომლებიც სისხლისგან წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ფილტრავენ, ამუშავებენ მათ ქიმიურად და გადააქვთ ტომრების შიგნით, სადაც ეს ყველაფერი ერთმანეთში ზავდება და რძე მიიღება. როდესაც პატარა ძუძუს წოვას იწყებს, მისი წოვის რეჟიმი დედის ტვინს ეუბნება, რომ გამოყოს ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ჯიბეებს გარედან ეკვრის და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც რძის წვეთები პირდაპირ პატარის პირში ჩადიან. ყოველი ძუძუმწოვარი სახეობა სპეციალურ რეცეპტს ამზადებს, რომელიც მის პატარას ყველაზე მეტად ემთხვევა. მაგალითად, არქტიკულ გარემოში მცხოვრების ელაპისთვის, რომელსაც ბევრი ცხიმი ჭირდება გადარჩენისთვის, დედები გამოიმუშავებენ რძეს, რომელიც ძროხის რძეზე 15 ჯერ უფრო ცხიმიანია. ამერიკული კურდღლები თავიანთი შვილებისთვის სილოვან რძეს აწარმოებენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად განევითარონ ხტომის კუნთები. მაკროპუს კენგუროებს კი ორი სახით რძის წარმოება შეუძლიათ ერთდროულად. ერთს შაქრით მდიდარს ახალშობილისთვის, მეორეს კი ცხიმისა და პროტეინის მაღალი შემცველობით უფრო ასაკოვანი ნაშიერებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გადარჩევით გამოყვანილ თანამედროვე მერძევე ძროხებს რძის განსაკუთრებულად უცნაური რეცეპტი არ აქვთ, ისინი ნამდვილად ბევრ რძეს იწვალებიან. ამჟამინდელი რეკორდსმენი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხაა, სახელად აფტერშოკი. მას შეუძლია არც მეტი არც ნაკლები ყოველ დღე აბაზან რძით გაავსოს.